დაგიბრუნდით მორიგი ეპიზოდით. დღეს განხილვაში გვეყოლება ამერიკული old school muscle cruiser Victory Octane performance ვერსია 2017 წლის. მოკეთ დღეს ძალიან საინტერესო კრუიზერი გვყავს სტუმრად. ძალიან ბევრი კომენტარი იყო ამ კრუიზერთან დაკავშირებით და თხოვდით რომ გადამეყო და აბატონო, ალბათ დაგაინტერესებთ თუ რატომ გამოვიყურები ესე ელეგანტურად. მეგობრებო, ამინდა შეგახსენოთ რომ ჩემ ჩაცმულობაზე ზრუნავს კომპანია Helmetarium. ასევე მაქვს ერთი სიახლე. ალბათ უკვე შეამჩნევდით ახალ რუროქს, რომელიც მაქვს წამოღებული Helmetarium-დან. უბრალოდ შეხედეთ მეგობრებო, როგორი ლამაზია. ნახეთ როგორი შეფერილობა აქვს. ეს არის რუროქ Atlas 4-დან 0, რომელსაც მოყვება თავის ინტერკომი. კონკრეტულად ეს ეგზემპლარი დაგხვდება Helmetarium-ში და ასევე მინდა გითხრათ რომ კიდევ რამოდენიმე ცალი არის გზაში. ვისაც გაინტერესებთ კონკრეტულად ეს მოდელები, იცოდეთ რომ Helmetarium-ში დაგხვდებათ, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით. რაც შეეხება ფასი იმერყევებს დაახლოებით 1500 ლარიდან 1800 ლარამდე. ასე რომ დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ამ ჩაფხუტს და სხვა ჩაფხუტებს მიაკითხოთ Helmetarium-ის shop-ში, რომლის მისამართს და ყველანაირი სოციალური ქსელის ლინკს დავტოვებ აღწერაში, რა თქმა უნდა. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ჩვენს კონკრეტულ მოტოციკლეთს. ეს არის Victory Octane 2017 წლის, როგორც უკვე თქვი, არის 1200 კუბიანი. ამ მოტოციკლეთში რეალურად საინტერესო არის ის, რომ ეს მოტოციკლეთი იყო ბოლო მოტოციკლეთი, რომელიც საერთოდ Victory-მ გამოუშვა. ამ მოტოციკლეთის შემდეგ საერთოდ Victory-ის კომპანია დაიხურა და იმის მერე უკვე აღარ ფუნქციონირებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შეიძლება ვიდეოში ეს მოტოციკლეთი შედარებით ესეთი დიდი ჩანს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ მოტოციკლეთის წონა შეადგენს სულ რაღაც 245 კილოგრამს, რაც მინდა გითხრათ, რომ მანევრის დროს ძალიან იგრძნობა, ძალიან ჩატია და ძალიან კარგი სამართავია, მინდა აღვნიშნო ეს კონკრეტული მოტოციკლეთი. ასევე ყველაზე მთავარი, რაც ამ მოტოციკლეთს აქვს, არის ის, რომ მას აქვს 104 ცხენის ძალა და 103 ნიუტონი. რაზეც ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ წონასთან შეფარდებით ეს მონაცემები ძალიან კარგია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ეს არის კრუიზერი. რეალურად რო ავიღოთ ამ მოტოციკლებზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად არაფერი არ აქვს. მაინც და მაინც ისეთი, რომ რამეზე ყურადღება იყოს გასამახვილებელი, ანუ ელექტრონიკა, მაგ ელექტრონიკაში საერთოდ არაფერი არ გვაქვს. რეალურად ABS-იც კი არ გვაქვს აქ. აქედან გამომდინარე, გვაქვს ძალიან ესეთი პრიმიტიული კომპლექტაცია, ესე რომ ვთქვათ, არაფერი განსაკუთრებული. ერთადერთი რაც მინდა აღვნიშნო, აი ამ კონკრეტული მონაცემების მოტოციკლეტისთვის, ეს არის ჩემი აზრი და მგონია რომ არა მარტო ჩემი აზრი არის. ანუ ზოგადად აი ამ მოტოციკლეთის მონაცემების გათვალისწინებით, რომელსაც აქვს 104 ცხენის ძალა და 103 ნიუტონი, აი ეს ტორმუზები, აი ეს ანუ просто ვისაკადრეთ, ვისაკადრეთ. ეს რა არის? მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ ეს მოტოციკლეთი არ ატორმუზებს, მაგას რო დავждდებით და გავუვლით, მაგას გზაში განახეთ რეალურად. რატო ვიძახი რომ არ ატორმუზებს, იმიტომ რომ მართლა არ ატორმუზებს. ანუ რეალურად ამ მოტოციკლს მოიხსენებენ როგორც muscle cruisers, ანუ ეს არის საგაზაო კრუიზერია რა, მოდი ესე ვიტყოდი, რომელსაც რეალურად რო აჩქარდები, ტორმუზი არ აქვს რომ გაჩერდე და ანუ უბრალოდ ვერ ხვდები ვის მოაფიქსდა ეს და ანუ ვინ გააკეთა თან ყველაზე მთავარი რაც არის, ანუ უკანა დისკი, სამუხრუჭე და წინა დისკი გვაქვს ზუსტად ერთი და იგივე. ანუ გეგონება წინ ორი აპორნი ქონდათ და просто ერთი მოხსნეს და აქეთ გადმოიტანეს რა. ძალიან უკმაყოფილო ვარ ტორმუზებით. იქიდან გამომდინარე რომ რეალურად მოტოციკლს ესე ვთქვა ჯანი მართლა აქვს და მართლა კარგად დადის, მაგრამ იმის საშუალება არ აქვს რომ აჩქარდება შემდეგ გაჩერდეს. რაც ცოტა ჩემთვის შეუსაბამოა, იმიტომ რომ თუ მოტოციკლს აკეთებ იმისთვის რომ კარგი აჩქარება ქონდეს, გაუკეთე რა ისეთი ტორმუზები რომ რეალურად გაჩერება შეიძლებაოდეს, ხო? ანუ ეს რავი, რეალურად ჩემი აზრით ხა ეს ლოგიკურია. რეალურად ხა პერფორმენს ვერსიაში დამატებული გვაქვს ეს წინა ფიარინგი, რომელიც ქარისგან გვიცავს. ასევე რეალურად, როგორც მოვიძიე, არ მოვიტყუები და არ ვიტყვი ხარ რომ ამ მოტოციკლთან დაკავშირებით რაღაცა ძალიან დიდი ცოდნა მაქვს და ასე შემდეგ და საერთოდ როდესმე დავინტერესებული ვარ ამ მოტოციკლებით, მაგრამ როგორც გავარკვიე, პერფორმენს ვერსია სტანდარტული ვერსიისგან განსხვავდება იმით, რომ მას უნდა კონდეს ამორტიზირება, რეგულირებადი, რომელიც აქ რატომღაც არ გვაქვს და როგორც ამიხსნეს, ანუ თუ დამატებით კიდე $300 გადაიხდიდი, ანუ ცენტში როდესაც ყიდულობდი, იმატებდნენ ამ კონკრეტულ ამორტიზატორს, რომელსაც აქ თავისი ბალონი აქვს, ესე რომ ვთქვათ და რეგულირებადია, მაგრამ აქ რა ვიცი, როგორც ხედავ, მე მგონი სტანდარტული ამორტიზატორი აყენია, იმიტომ რომ ვიცი თქვენც ხედავთ, რა ვიცი, ჩვეულებრივი ამორტიზატორი არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის. და ასევე პერფორმენს ვერსიაში გამშვები და შემშვები გვაქვს ქარხნიდანვე უკვე სპორტული, რაც რეალურად რო ავიღოთ, ანუ stage 1 გამოდის ქარხნიდანვე. და ასევე პერფორმენს ვერსიას მოყვება აი ესეთი სისიბარი, ლამაზი, რომელიც რა ვიცი, კარგად გამოიყურება რეალურად, უკან ადამიანს თუ მოისვამ, ძალიან გემრიელად მიეყუდება და დაждდება. მინდა აღვნიშნო, რომ სკამი დიდად არ მომწონს.
რო არ მოვიტყუო. ამ სკამით დიდად კმაყოფილი არ ვარ. რეალურად რა ვიცი, სულ ეს არის. განსაკუთრებულს მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, ერთადერთი რაც შემიძლია თქვა არის ჯდომის პოზიცია, რაც საკმაოდ კომფორტული აქვს. მაგას ახლა ვერ დაუკარგავ ნამდვილად. ისთან გამომდინარე, რომ საკმაოდ ისეთია დაბალია, ესე რომ ვთქვა და კარგად ზიხარ. ნუ ეს რეალურად ერთადერთი რაც არის, ეს ფორვარდ კონტროლები, ანუ წინ გაწეული პეგები. ნუ მე ცოტათი არ მეკომფორტულება. მე უფრო აი გადმოვიტანდი აქ ბიტ კონტროლები, როგორც ჩემ მოტოციკლებზე მაქვს. ესე ბევრად უფრო კომფორტული იქნებოდა ჩემი აზრით. მაგრამ ნუ ესეც დამაკმაყოფილებელი არის შორგზაზე სასიარულოდ, უფრო კარგი იქნება. მაგრამ ნუ ეს მოტოციკლები თუ არის გათვლილი იმისთვის, რომ ვიგაზაოთ, წინ გაწეული პეგები არ არის მაინც კომფორტული საგაზაოთ, ესე რომ ვთქვა. დანარჩენს რა ვიცი, კი ხედავთ როგორ ვზივარ. კიდევ ერთხელ დამოგეტები, რომ ვარ 1.76 სიმაღლეში, რა ვიცი, მე ძალიან მშვენივრად ვზივარ. ეს რული რეგულირებადია რეალურად, აი აქ გვაქვს რეალურად რაიზერები, ამას უბრალოდ დავუშვებ და ეს რული ადის-ჩადის ქვემოთ, ვათამაშებთ ჩვენ როგორც გაგვიხარდება ისე. ახლა კი მე მგონი უკვე დროა გადავაჟდეთ ჩვენს მოტოციკლებს და უკვე რეალურ პირობებში მოვსინჯოთ რა შეუძლია ამ მოტოციკლს და ამართლებს თუ არა ნამდვილად იმ თავის მონაცემებს რეალურად რა მონაცემებიც აქვს ამ მოტოციკლს. წავედით. მოგეთ მეგობრებო, ესეთი სიტუაცია გვაქვს, რომ ბენზინი გაგვითავდა. რატო არ ვიცი, მაგრამ არა უშავს ძრავის ხმის გარეშე ჩავგორდით. სანამ ჩავგორდებით, მანამდე ვისაუბროთ მოტოციკლების ვიზუალურ მხარეზე. ნუ ამ მოტოციკლების ვიზუალი ჩემთვის საერთოდ არ არის მიმზიდველი, მოდი პირდაპირ ვიტყვი. მაგრამ ნუ ეხა ვიზუალის თემა მაინც გემონების ამბავია და ვიღაცა შეიძლება მოწონდეს, ვიღაცა შეიძლება არ მოწონდეს. ნუ უბრალოდ ჩემთვის რაღაცა მაინც ისეთი პლასმასის მოტოციკლეთის შთაბეჭდება სტოვებს და ნუ ჰარლი არა მოკლედ რა. ყველამ იცით ძალიან კარგად, რომ ჩემთვის კრუიზერი იწყება ჰარლითი და მთავრდება ჰარლითი რეალურად. საერთოდ ვერ ვადარებ ხოლმე სხვა მოტოციკლებს. კრუიზერი ჩემთვის არის ჰარლი რა, მაგის იქით კრუიზერი არ ვიცი რა. კი შეიძლება ტექნიკურად მონაცემებით და ასე შემდეგ, ბევრი სხვა კრუიზერი შეიძლება რაღაცეებში ჯობდეს და ასე შემდეგ, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად ვიზუალს, ანუ ჩემთვის ჰარლის ვიზუალი არის ის, რაც რეალურად ანუ კრუიზერის ვიზუალი უნდა იყოს რეალურად რა. აუ რა მაგარია, ჩამქრალი ძრავით მივგორავთ, მაგრამ არ ვიცი რანაირად მომივიდა, რომ ბენზინი გამითავდა, მაგრამ წესით და რიგით ვაკემდე ყველა ვარიანტი უნდა ჩავგორდე და რომ პეტროლამდე, რა ვიცი, სუდაღმართი არის და წესით და რიგით მივახწევთ მოკლედ. აი აგინა დაჟე გორაობითაც კი 50-ით მივდივართ. ნუ მაგათ პირველი და ყველაზე მთავარი, რასაც შემიძლია შევეხო, არის ის, რომ მოტოციკლეტი არის ძალიან გრუბი. ანუ ესეთი გრუბი მოტო და მით უმეტეს კრუიზერი მე არ მიტარები არასდროს მართლა. აი ძალიან გრუბი არის, როგორც წინ ასევე უკან და არ ვიცი ესე უნდა იყოს თუ არა. და ვიქტორის მეპატრონეები თუ მიყურებთ, დაწერეთ აუცილებლად, ანუ ესეთი უნდა იყოს თუ არა. აი რა გინდა მივდივართ რა, მონახოთ რამდენით მივდივართ, 90-ით მივგორავთ რა. მაგათ ესეთებიც ხდება მეგობრებო. ეხა მაქსიმალურად უნდა ვეცადო, გაჩერება არ მომიწევს, მაგრამ ნუ რეალურად გაჩერება მაინც მომიწევს, ასეც და ისეც. იმიტომ რომ ბაგების მონაკვეთს ნახდათ ვერ გავივალი გორაობით. ნუ მოკლედ ბენზინს ჩავასხან და დაგიბრუნდებით. მოკლედ ჩავასხით ბენზინი, დავიტენეთ. ეხა კი შეგვიძლია უკვე ვისიამოვნოთ დღევანდელი კარგი ამინდით და ჩვენი მოტოციკლებით ეხლა რამდენად ვისიამოვნეთ მაგას გავიგებთ გზაში. მაგათ ეხლა რაც შემიძლია რომ ეგრევე ვთქვა, მოტო არის აი უკვე ვთქვი, მაგრამ კიდევ ვიტყვი, ისეთი ხისტია ბიჭო, ისეთი ხისტია რომ აი რავი. მაგათ ამ მოტოს კრუიზერის ნაკლებად თუ ექნება რამე რა. აი ჯერაც ვატარებ, აი რავი. კრუიზერი ნახდათ არ არის ეს. KTM-ის ტრიც უფრო გავს ვიდრე კრუიზერს. საკმაოდ აგრესიული მოტოა, ვიტყოდი. და მანევრიც ძალიან კარგი აქვს სხვათა შორის, ვერ დაუკარგავ ეხა, აი ეს დაწოლის კუთხე იმდენად კარგი აქვს. რო აი რავი რა. აჩქარებას ნორმალური აქვს. იგზნობა 104 ცხენი. კარჩე ხა ეს მოტო 200 დაკეტავს თუ არა არ ვიცი, მაგრამ მოგეთ ეს მილები არ გეგონოთ აქ დიდი ციფრები რაც ანუ რეალურად კილომეტრებია მილზე შეგიძლია გადაიყვანო, მაგრამ აქ როგორ აქ იცი 0-დან 120-მდე თუ მილზე გადაიყვან მარტო 120-მდე მიდის და თუ კილომეტრებზე გადაიყვან აგერ 120-ის ქვემოთ არ ვიცი ხედავთ თუ არა 140, 160, 180, 200-იც აწერია რა. ეხლა მე კილომეტრებზე მაგ გადაყვანილი და მოგეთ აი აქამდე რო გავწურავ არ გეგონოთ რომ სპიდომეტრი დაკეტილი აქვს. ანუ 120 კმ/სთ-ით მივდივართ. რეალურად მე ის პატარები
არის კიდე ქვემოთ რა. ჯდომის პოზიცია. რავი, ნორმ, ვერ ვიტყოდი რომ სუპერ კომფორტულია თქო, მაგრამ ეხა ცოტა იმას რა ქვია, რულს წავეთამაშე. და ცოტა რაღაცები გავაკეთე რა. მოგეთ საკმაოდ აგრესიული კრუიზერია. ანუ კიდე ერთხელ ვიტყვი, ანუ კრუიზერს მოდი არ დაუძახებ ამას, იმიტომ რომ აი რაღაცა არ ვიცი რა, უფრო სტრიტის ვაიბი უფრო აქვს რა, ეხა მოტოციკლებს ვიდრე კრუიზერის რა, ეხა მე კრუიზერებზე ნაჯდომი ვარ და ეხა ჩემი ჰარლის კრუიზერია რა. ის შეიძლება გაკეთებული მყავს და რაღაცა, მაგრამ იმ კრუიზერულ ვაიბებსაც გაძლევს და ეს მოტო ვაფშე არ იძლევა მაგას რა. ვიბრაციები აქვს როგორ იცი, აი მოგეთ დაბლებში, აი ესე ჩაოლებათ რომ მიდიხარ რა, ვიბრაციები არ გაწუხებს, მაგრამ აი ეს ცოტა უცნაური არის ეხა ჩემთვის რა, ანუ გას რო აძლევ, აი თქვა მაგალითად გავუყარე რა. და გაწულე. აი აქ ისეთი ვიბრაცია, რომ გეგონება მოტო იშლებაო რა, ეგეთი შეგრძნება. ასე მგონია რომ რაღაცა უნდა გაასწურის. ხო და ნუ საცობებშიც რომ მიალოთ. აი ტიპია, იმიტომ რომ მართლა ძალიან მანევრული არის, არ ველოდებოდი ნამდვილად. აი ცვეთში ძალიან მანევრულია, მაგრამ აი ტორმუზები გვაქვს. აი ეგრევე უნდა მოხსნა და უნდა გადააგდო რა. ფეხები რო ჩამოწიო, ეხა უფრო კარგად გავაჩერებ ფეხებით ვიდრე აი ამ ტორმუზებით. და ვიხლობსაც რაღაცა ცოტა უცნაური ხმა აქვს. ნუ მე ხა просто გაგიჟებული ვარ ისევ კიდევ ერთხელ კონკრეტები ტორმუზებზე რა, იმიტომ რომ ანუ მოტოს ჯანი აქვს, ეხა ვერ ვიტყვი რომ ჯანი არ აქვს. ძალიან ბევრ კრუიზერს, არა მარტო კრუიზერს გამოისმევს ეს მოტოციკლეტი, მაგრამ პრობლემა ის არის რომ ერთი აჩქარება, მაგრამ გაჩერებაც ხო გინდა. ეხა მე მაგალითად ამითი გაზაობა შემეშინდებოდა, იმიტომ რომ ანუ ვერ გაჩერდები პროსტა რა, ეხა რო აჩქარდე, იმ აჩქარებას მე გაჩერება უნდა ძმაო, ეგრე სად არის? მარტო აჩქარება რო იყოს ყველაფერი. ხო და ნუ ტორმუზები აშკარად დასააპგრეიდებელია, მოკეთ რა, ესე ვიტყოდი რა. არა, ნახე, იმენა დაწოლის კუთხე აქვს, ანუ ბევრად უფრო რაღაც ისე შედიხარ რა მოსახვევში. კრუიზერისთვის არა დამახასიათებლად ესე ვიტყოდი. აჰა, ველოპაპედი რა ხდება, სიმონ. ეს მაგარი თავზე ხელაღებული ხოსა. სანამ საცობებში ვიძრომიალებთ, დაწერეთ როგორ მოგწონთ რუროკის ეს ულამაზესი ჩაფხუტი და ჩემი კურტკა და ჩემი შარვალიც. ნუ შარვალი ხარ ეგოთ არ ჩას, მაგრამ იქ დასაწყისში ხო დაინახეთ და დამიწერეთ კომენტარებში როგორ მოგწონთ ჰელმეტარიუმის პროდუქცია. ნუ ესეც იმენა ჩუსტი მოტო არის. ვერაფერს ვერ ვიტყვი, მართლა ჩუსტია. მანევრი ძალიან კაი აქვს, ისეთია რა, აგრესიული ჯდომა აქვს, მაგრამ ხო ვიძახი რა, რაღაცნაირად ძალიან ხისტია, აი ძალიან. ანუ ზოგადად სიხისტე ცუდი არ არის, მაგრამ ეს რაღაცა ზედმეტად ხისტია რა. იმდენად ხისტი არის, რომ აი ვაფშე ხერხემალში იგრძნობ როგორ იცი ყველაფერს, აი ვერ აგიხსნით პროსტა. ანუ სულ გალიპლიპებულ და იდეალურ საფარზე უნდა იარო, რომ ამ მოტოციკლეტით სიარული გაგისწორდეს. არა, გარბის, ვერ ვიტყოდი რომ არ გარბის თქო, მაღლებში ისეთი ვიბრაცია აქვს, აი რავი ძმაო. ვაფშე ყველაფერი დამიბუჟდა უკვე. ანუ თორკი გვაქვს, მაგრამ ცოტა მაღლებში კვდება მე რა, აი რაღაცას უყურებ ეხა 140-მდე ისე მიდის რა. ჯიგრულად. მაგრამ აი 140-ის მერე უკვე ენძრევა რა, მაგრა ენძრევა თან. მოგეთ შუქრიში და შუქრიშამდე ძალიან კაი ტიპი იქნება ეს, აი ძალიან. ანუ დადის, ორი აზრი არ არსებობს, დადის, მაგრამ ისე ვერ დადის ეხა რა რაღაცა.
ყველაფერს თავი დაანება, ამის მაქსიმალურ პოტენციალს რეალურად ვაიც ვერ გახსნი ამ ტორმუზებით, იმიტომ რომ აი მოტო არ ჩერდება ფაქტიურად. მე ძველ ჰარლებზე უარესი ტორმუზი რამეს თუ ეკნებოდა არ მეგონა, მაგრამ აგეწმაო, აღმოვაჩინე. თან რა არის, პლუს მაგას ისიც ემატება, რომ ანუ ჰარლები კიდე ბევრად უფრო მძიმეა რა, კიდაც რაიდერი აიღე მაგალითად იამაჰასი და სხვა კრუიზერები და ეს არის 245. არ ვიცი, სწორად ვიძახით თუ 245 იყო, მე მგონი სწორად მახსოვს. 245 კილოსაც რო ვერ აჩერებს, რავი. მოკეთ ამ მოტოს გაყიდვას თუ გადაწყვეტ რაღაცა aftermarket ტორმუზებზეც ვიფიქრებ და ინახე ხა აი წინა ვილკაში ისე ურტყამს რომ აი რა ვიცი რა აი მენა ძალიან არაკომფორტულია, მაგრამ ერთ-ერთი ის მომწონს რომ აი დაბლებში არა აქვს არ გაჯაყჯაყებს რა, პლავნათაც შეგიძლია იარო. ვერ ვიტყოდი რომ არაკომფორტული მოტოციკლეტია, საკმაოდ კომფორტული მოტოა. მაგრამ ნუ კიდე ერთხელ ვიძახი გემონების ამბავია რა, ეხლა ნუ კრუიზერებში ხა ვიქტორის ნახოთ არა ვარჩევდი არც ერთ ვარიანტში, იმიტომ რომ ეხლა ვიქტორი ჩემთვის არ ვიცი რა. ყოველთვის მოგეთ ჩემთან ბრენდი ზოგადად ვიქტორი აი არაფერ შუაში არ არის საერთოდ რა, აი არაფრით არ მიზიდავს, არც ვიზუალით, არც მონაცემებით და რავი, ნუ მოგეთ არაფრით რა. მაგრამ ეს რული მაგარი კომფორტული არის სხვადასხვა დამეგვასა დაბალი რული პირველად გამისტორდა კრუიზერზე. რაღაცნაირი ფორმა აქვს, მაგრამ საკაიფო შეგიძლია რომ საცობებში იძრომიალო რა. აი ძალიან დიდი ისეთი ბენეფიტია. ეხლა ცოტა ამ საგიჟეც გავუცდეთ. ტრასაზეც ვნახოთ ერთი როგორი ბიჭია. ის მაინტერესებს. ისე არ გეგონოთ რომ ზოგადად ეხლა აი მაგალითად ამას რა ფეანიგიც უყენია ეს პლასმასი რა, არაფერს არ შვება. ანუ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. ჩემ მოტოზეს დაახლოებით მაგზომის ფეანიგი მიყენია და აი რო შევადა რომ იყო მომენტი როცა არ მეყენა და ანუ საკმაოდ დიდ სხვაობას იძლევა, მინდა გითხრათ, ქარის ამბავში, ნუ შეიძლება თლად ისეთი ვერ არის როგორც საჭიროა, მაგრამ რეალურად თავის საქმეს აკეთებს მაინც რა. ეხლა რაც შეეხება კიდე ერთი სკამი არ მომწონს ძალიან, იმიტომ რომ მაგრა ვცურავ და რაღაცნაირად ვერ ეჭიდები რა. სკამი არ მომწონს მოკლედ. სკამსაც დაუწერდი 10-დან ალბათ 4-ს. არ გეგონოთ რომ მოტოციკლს სარკეები არ ქონდა მე მოხსენი, რაღაცა ვიზუალურად დიდათ არ მომეწონა და საცობებში საძრომიალოთაც მაინც და მაინც ერთი კომფორტული ვერ იქნებოდა მოკლედ რა. დადი ეხლა თუ გადადიხარ. სიჩქარეების კოლოფთან დიდი პრეტენზია არ მაქვს. ანუ ვერ ვიტყოდი რომ იდეალურად მუშაობს თქო, მაგრამ არც ვერც იმას ვიტყოდი რომ ძალიან ხეა, ნორმალურია. და ერთ-ერთი ის არის რომ აი სულ მეშინია რა. და მე უცებ დასატორმუზებელი პონტი რო გაიჩითოს, შეიძლება ვერ გავაჩერო ეს მოტო. და მაქსიმალურად მაინც ვცდილობ რომ ვიფრთხილო. ერთი კაია რომ ეს თორკი რო აქვს მაინც, მისცემ გას რომ გარბის ეგრევე დაბლებში განსაკუთრებით. ეგ ძალიან კაია იმ კუთხით რომ უცებ შეგიძლია რაღაცა ისეთ სიტუაციას გაასწრო და გადაასწრო, სანამ რამე მოგივა ადამიანს, სანამ რომელიმე იდიოტი რამეს გააკეთებს ისეც. ნუ მაგათ მე ვიტყოდი რომ რავი მოტოა რა. ანუ რაღაც რო ვთქვა რომ ანუ რამე განმასხვავებელი და რამე განსაკუთრებული აქვს მეთქი ამ მოტოციკლეთს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ერთადერთი ნუ აჩქარება ნამდვილად კარგი აქვს სხვა კრუიზერებთან შედარებით, უბრალოდ აჩქარების შესაბამისი როგორც უკვე ვთქვი არა აქვს ტორმუზები. ეხლა ამითი მე შორგზაზე მაგალითად დავიბრიდები. აი მენა დავიბრიდები ცოტში. კიკო შეიძლება კომფორტულია, მაგრამ აი არ ვიცი როგორ ავხსნა, არ ვიცი როგორ გადმოვიტანო ეს სიტყვებში. ჩემი ემოცია, ვისაც კრუიზერები ყავთ, მოგეთ მიხვდებით რა, ანუ აი ეს კრუიზერული სული და ის რაღაცა ვაიბი არა აქვს რა, ემოცია იმ კრუიზერის რა, მაგრამ უდაოდ ჩქარია. ანუ ეს არ არის რა კრუიზერი რა. 600-იან სპორტ ბაიქსო თორკი მოუმატო, რაღაცა ეგეთი ტიპია რა. 600-იან ბაიქზე რომ მაგალითად კბილანა შეცვალო და თორკი მოუმატო დაბლებში, რაღაცა ეგეთი ტიპია და ოდნავ ჯომის პოზიცია შეცვალო რა. გზაზე ძალიან სტაბილურია, მაგრამ აი როგორც კი სადმე უსწორმასწორო გზა გაიჩნდება და ჩახტები, აუ იმენა ხერხემალში გირტყამს ძალიან ცუდად. როგორც უკან, ასევე წინ. აჩ ეხა მინდა რომ სპიდომეტრი დავაკეტინო, მაგრამ
მაგარი აფასია. სადმე რომ მომიწევს დამუხრუჭება იმენა დამძრეული. და რავი ბანზე ვცადოთ რა. დომა აქვს ძალიან აგრესიული, აი ძალიან აგრესიული. ой, რაღაცა უზიხარ იმენა მოდით აქ, აი რაღაც ეგეთი ჯდომა აქვს რა, თან რაღაც საჭეთრო დაბლა არის. შე რაღაცა სხვა кайფი აქვს რაღაცნაირი. გაერთობი, ამდივად გაერთობი. просто ეს ხმა ბიჭო, აი რაღაცნაირი უცნაური ხმა აქვს, ამ ვიხლობსაც რა. არ ვიცი ხა. აიმე. აი ამაზე ვიძახდი ჩემი. აუ რა მომცხო. ну, короче. საი როგორი მოტო იცი, აი საგაზაო კრუიზერია, მოდი ესე ვიტყოდი, რომელსაც არანაირი კომფორტი არ აქვს და პლუს ტორმუზები. მაგრამ გაზაობის პონჩი ნახდათ არაა ცუდი, გაზი საკმაოდ ფიცხი აქვს. აი მეჩი. არა, სადმე თუ პატარა გზაზე ჩავარდნებიან, ტალღებია, მაგრამ ცუდად იგრძნობა. აი ესეც მაგალითად. Aș cruizeres mugami რაც არის კომფორტული უნდა იყოს. აქ იმენა ვაფშე არა გვაქვს აი. ვაფშე კომფორტი რა შუაშია. კომფორტი ვაფშე რა არის. მაგრა ვიბრირებს ძმაო, მაგრა და ხელები მე დამიბუშდა დაჯე. არა, დაჯე ჰარლიც არ ვიბრირებს ესეთო. ფეხებში და ხელებში ესეთი ვიბრაციები მაქვს. აი რავი. აი ჩემ ძღოლის არ ვიცი, მაგრამ გოგო რო უკან მოისვა, იმას უეჭველი 100 ამოვნებ. მაგაში 2000-ზე არ არსებობს. მაგარი ვიბრაციები აქვს ძმაო, აი ძალიან. განსაკუთრებით რო გადაუჭერ, აი გას რო აძლევ, იმენა ეს ვიბრაციები ემატება გიჟივით. მაგრამ მოსახლეობისთვის ძალიან კაი ტიპია. ცოტა ტრაქს კი აქანავებს უკან, მაგრამ სხვა კრუიზერებთან შედარებით დახრის კუთხე ბევრად კაი აქვს. 32 გრადუსიანი დახრის კუთხე აქვს, თუ სწორად მახსოვს. და ისედაც ტარების დროსაც იგრძნობა რა, ბევრად მეტი საშუალებას გაძლევს, რომ კარგად ჩაუწვე მოსახლეობაში. არა, ძმაო, მაღალ ბრუნვაზე ვიბრაცია აქვს, რაღაცა საშინელი. ანუ როგორი ვიბრაცია აქვს, იცი რომ ცოტა გაშინებს რა, რომ ანუ გაშინებს იმ კუთხით კი არა, ან ჩქარა მიდიხანა რაღაცა, აი გონია რომ რაღაცა უნდა გაგძრეს, ან აფეთქდეს, ან რა ვიცი, მე რაღაც ეგეთი შეგრძნება აქვს რა, ანუ მაგარი არასტაბილურობის შეგრძნებას გაძლევს რა. ჯდომის პოზიცია აქ როგორ იცი? ნუ ძალიან ესე იმენა გაწეული არ ხარ, მაგრამ შევადარებდი ნაითროც ალბათ და ვიროც რა. აი იმათაც ხო ეგ ფეხები რაღაც წინ და ხელები ცოტა დაბალი საჭე და რაღაც აი რაღაც ეს შეჟიხა რა. ამასაც დაახლოებით ეგეთი ჯდომა აქვს რა, მიახლოებული მაგასთან. მაგრამ უდაოდ ეხა აჩქარება რაც აქვს, ეხა ვერ დაუკარგავ. მართალია რაღაცა. რო რაღაცა ეს ვიბრაცია რომ მოაქვს, ეგ უფრო გაძლევს შეგრძნებას, რომ ჩქარა მიდიხარ, რეალურად რომ ავიღოთ. ვიდრე ის რომ მართლა რეალურად ჩქარათ. ნუ ეხა რაც დავაკვირდი 140, 160-მდე აქვს. ხოდი რა ესე რო ვთქვა, მაგის იქით მაგრა კვდება რა. მაგრამ ნუ ეხა რეალურად კრუიზერია რა, მეტი რა გინდა ეხა კრუიზერს რომ მოთხოვო. მოგეთ ეხა რო შევაჯამოცავით, ეხა მე რას ფიქრობ რა. ანუ მე ეხა ნუ მე ჩემას ვიძახი რა, მე ვერ ხვდები რატო შეიძლება იყიდო ეს მოტოციკლეტი და ეხა რატო ვიძახი ამას. ანუ ტიპი ანუ არც კრუიზერია, არც სტრიტია, არც სპორტია რა. ანუ რაღაცა მაგათ შორის ცოტა იქითა, ცოტა აქეთა, მაგრამ თავი ბოლო არაფერიც არ არის რა. ანუ არც იქი და არც. რეალურად თუ ადამიანს ქალაქში გინდა ხულიგნობა და ძრომიალი და ასე შემდეგ და აჩქარება, მაგისთვის შეგიძლია სტრიტი იყიდო, რავი ნებისმიერი ლიტრიანი სტრიტი ამაზე ბევრად უფრო მაგრად გაგისწორებს. თუ კრუიზერი გინდა, კრუიზერებში არის აი ულევი არჩევანია და არც ერთი არ ჩამოუვარდება, აი ეს ძველი კრუიზერები ხარ რა ვიღოთ, 103 ინჩი მაგალითად ამას არაფრით არ ჩამოუვარდება რა. კი, შეიძლება ეს ცოტათი უფრო ჩქარი იყოს 103 ინჩთან შედარებით, მაგრამ აი Milwaukee 8-ის M8 ძრავები რო ავიღოთ ჰარლის ახლები მაგალითად, რავი ხა 107-იც კი ამას ეხა მენაჯიბეს ჩაისვამს. 114-ზე და 117-ზე ხო ლაპარაკიც აღარ მო. და პლუს ისენი კრუიზერებიც არის რა, ხო ხტები, ანუ ის კრუიზერის ვაიბიც აქვს რა.
ხო და ეს არც იქით და არც აქეთა სპორტამდე ხო იასნია ვერ კაჩავს, იმიტომ რომ ხა სპორტივით ეს ვერ დადის. მე უბრალოდ ვერ ხვდები რატო შეიძლება რომ იყიდო ეს მოტოციკლეტი, ანუ არ ვიცი რა. ვიზუალსაც შეეხება, ხა მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჩემთან ეს ვიზუალი ვაფშე არაფერში არ არის, აი ვაფშე არ მომწონს და კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ რომ კრუიზერი, რასაც ქვია, ჩემთვის მარტო ჰარლი არის, ну ვიზუალის მხარე, დანარჩენებზე მე დანარჩენ ვიდეოებში ვილაპარაკებ, როცა უკვე სხვა კრუიზერებზეც დავждები. აი არ ვიცი რა სეგმენტისთვის შეიძლება, ანუ რა ვიქტორი მაგრამ უნდა გევასებოდეს რა, მაგრამ ეს ვიქტორი რატო უნდა გევასებოდეს, ეგ არ ვიცი, ეს ვისაც ევასება, იმათმა დააწერონ და გითხრან, იმიტომ რომ მე არ ვიცი, მართლა არ ვიცი. რა кайფი შეიძლება დაუჭიროს ტიპა ამ მოტოციკლს კონკრეტულად რა, ანუ შეიძლება ეხა უბრალოდ ჩემ გემოვნებაში არ ჯდება და просто მე ვერ ხვდები და შეიძლება ვიღაცას ვაფშე სხვანაირად უყურებს საკითხს და მოგეთ ვისაც გევასებათ ვიქტორი დაწერეთ კომენტარებში რატო გევასებათ და რა მოგწონთ კონკრეტულად აი რითი განასხვავებით სხვა კრუიზერებისგან, ანუ აი რა აქ ამ კონკრეტულ მოტოციკლს ისეთი, რაც მაგალითად სხვას არ აქვს რა და რატო შეიძლება რომ მაგალითად იყიდო ეს და არ იყიდო მაგალითად სხვა კრუიზერი. თუნდაც ავიღოთ მაგალითად Yamaha Rider-ი, თუნდაც მაგალითად თუნდაც Striker-ი, თუნდაც Harley-ს, თუნდაც 103 ინჩებიდან, რავი, Lowrider-ის Streetbobიდან, ну ასე შემდეგ რა. თამის კლასის რეალურად რაც არის. რავი, ხა სხვა მეტი ბევრი არაფერი არ შემილია რომ ამ მოტოციკლთან დაკავშირებით თქვა. იქიდან გამომდინარე რომ აი არ ვიცი. ანუ ესე რომ დაждები და ანუ ეხა ერთხელ ესე რომ დავჯექი და გავიარე, ბაზარი არა გამისწორდება და გამისწორდა კიდევაც და რაღაცა ერთი ორს გაიკატავებ, მაგრამ ის რომ მაგალითად ეხა ეს მოტო ჩემი იყოს და ყოველდღიურად ამითი მოძრაობდე, არა. ოპანამ. ხო და მოკეთ ძალიან ისეთი ორაზროვანი ამბავი არის რა, რავი, ხა ისიც არ მინდა გამომივიდეს რომ მე ვიღაცამ თქვას რომ აი შენ არ გევასება და მაგითო რაღაცა აკნინებ და ასე შემდეგ და რავი, აი ვისაც გევასებათ დამიწერეთ რა, აი რითი ჯობია მაგალითად სხვა ნებისმიერ კრუიზერს. ანუ აი რითი არ ავარჩევდი, აი მაგალითად რომ აი იცი რა, მოდი ამას არ ვიყიდი და მოდი ვიქტორი ოქტანს ვიყიდი, იმიტომ რომ აი იმიტომ რომ რა, იმიტომ რომ 104 ცხენია აქ, ანუ არა, ვაფშე არა. ანუ ის 104 ცხენიც ხო ვიძახე 140-160-ის მერე, რავი, კვდება და დაახლოებით იგივე ემოციები შეგიძლია მიიღო, თუნდაც 103 ინჩიდან, რომელსაც სულ 80 ცხენი აქვს, მაგრამ ზატო ნიუტონი აქვს 134 მაგალითად რა. ხო და რა ვიცი, მე აი კიდე ვიზუალურადაც რო შეხედოთ, რავი, ხა ჩემთვის ეს ვიზუალი არის ძალიან ისეთი რა, რაღაცა პლასმასის მოტოციკლეთის ვიც ტოვებს რა. ხო და რა ვიძმებო რა გითხრათ, აბა მოკეთ, ჩემი აზრი ესეთია რა. ხა პატრონს იმედი არ ეწყინება. просто ეხა ჩემი განხილვების მუღამიც ის არის, რომ მე ჩემ აზრს ვაფიქსირებ და მე რა მომწონს, რა არ მომწონს და ეხა დანარჩენი უკვე თქვენ გადაწყვიტეთ მოკლედ. იმედი მაქვს, რომ ვიდეო მოგეწონათ, სავარაუდოდ ვიდეო ცოტა მოკლე გამოვიდა, მაგრამ ну მართლა ბევრი არაფერი არ არის ამ მოტოციკლთან დაკავშირებით სასაუბრო, ესე რომ ვთქვათ. ანუ ტყუილა ეხა თავს ხوار მოგაწყეთ და რაღაც ისეთ ხوار მოვიგონებ რაღაცას, ხო ეხა რაც არის, რეალურად ეს არის. აუ ერთი ჩაოლებრივი დაბალ ბიუჯეტურიანი კრუიზერი არის, რომელიც თუ გევასება, თუ არ გევასება მოკლედ რა. ძალიან მიყვარხართ ყველანი, ძალიან დიდი მადლობა იმ გვერდში დგომისთვის, რასაც ნუ ეს ყოველ ვიდეოზე ვიღებ და უკვე მალე ჩაუშვებთ სხვადასხვა ფორმატის ვიდეოებსაც მარტო ტესტ დრაივებით. აღარ შემოვიფარგლებით, იქით გამომდინარე უკვე ნენე ლამიდებიც გამოდის. ვლოგებზე გადავალ, ძალიან საინტერესო და სასაცილო და სახალისო ვლოგები გვექნება ხოლმე. და რა ვიცი, გამოიწერეთ არხი მოკლედ, დაალაიქეთ ვიდეო, კომენტარი დამიტოვეთ, აუცილებლად კომენტარები არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რა, კომენტარები ძალიან მჭირდება, რომ რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, ან ისედაც დატოვეთ, რომ ზოგადად ალგორითმს დავეხმაროთ, რომ ეს ვიდეო კიდევ უფრო მეტ ადამიანს ანახოს. არხსაც თუ გამოიწერთ და ძალისხმევას გააქტიურებთ, უბრალოდ არ გამოგრჩებათ ჩემი ვიდეოები. აბა დროებით და შევხვდებით შემდეგ შაბათს, როგორც ყოველთვის 10:30-ზე. აბა დროებით.